მოგძანდით. გამარჯობა ექიმო, შეიძლება? გამარჯობა, დაბძანდით. აბა რამ შეგაწუხათ? წონამ. წონის დეფიციტი გაქვთ? ვაიმე, დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ აი რაღაც ჭარბი წონა მაწუხებს, იცით და რამოდენიმე კილოგრამი მინდა რომ ჩამოვიშორო ექიმო. დარწმუნებული ხართ? დიახ, იცით, ძალიან ბევრი რამ ვცადე. აი მაგალითად, სიბრძნის კბილები ამოვიღე, ეგ ჩემი 30 გრამი. თმაც შევიჭერი ეგ 50 გრამი და ფრჩხილებით დავიჭერი 120 გრამი. 120? დიახ, იცით, გელაქი მქონდა და. კარგით. ამჟამად რამდენ კილოგრამს იწონით? დედი შობილა 42 კილოგრამს. მაგრამ ექიმო, რა კარგ ფორმაში ვიყავი, იცით? როდის? აი რომ დავიბადე 2900 ვიყავი. ვაიმე, რა კარგი დრო იყო. იცით, ეხლაც ძალიან კარგი დროა და უნდა მიიღოთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ. მეც ფიზიკურად ვერ დაიკლებთ. ვაიმე, რატო? არა და მე რაღაც დიეტა ვცადე. 10 კილოგრამი დავიკელი 7 დღეში. ბრალდებულის დიეტა დავარქვი. ბრალდებულის დიეტა და რას მოიცავს ეს დიეტა? იცით, სარგებლობ უჭმელობის უფლებით. აჰა, და რითი არსებობთ? იცით, ბრალდებულის დიეტა განსაზღვრულია ყველაფერი. ყოველ დღე შუა დღისკენ გავდივარ სასეირნოდ და სუფთა ჰაერიდან ვიღებ მინერალებს და ასე ვიკვებები. და იცით, კიდევ ერთი პუნქტი არის ამ დიეტაში, თავის გადაპარსვა. მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვრისკავ, იცით, არ ვიცი მომიხდება თუ არა. რატომღაც? გამარჯობათ ექიმო. გამარჯობა. იცით, დიდი ხანია აქ ვარ, არ მინდოდა ხელი შემეშალა და დაგელოდოთ. თქვენ ხვალ არ უნდა მოსულიყავით? ვაიმე, ამერია ალბათ. კარგით, მაშინ ხვალ მოვალ. კარგით, ხვალ მოდით. ვაიმე, ექიმო, რა კარგ ფორმაში იყო. აი ზუსტად ესე მინდა რომ აღარ ჩამდე. ვაიმე, მოდი აქწონით ახლა და ვნახოთ რა შეიძლება გაკეთოთ. ვაიმე, არა, იცით, მე ჩემი სასწორით ვარ მოსული. აი ამით შეგიძლიათ. არა, მოდი ჩადეთ ეგ სასწორი. არ გინდათ? იცით, მოდი შევთანხმდეთ, რომ და პირდაპირ გეტყვით, რომ მე ვეღარ დაგეხმარებით. ვაიმე, რატო? იმიტომ რომ ჩემი საქმეა ორგანიზმში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების კონტროლი და თქვენს ორგანიზმში აღარც ცილაა, აღარც ცხიმი და აღარც ნახშირწყალი. აბა რა გავაკეთო? ვაიმე, აბა ვის მივმართო, მე ვერ გავიგე. არქეოლოგს. არქეოლოგს? მარტო ჩონჩხებს ეგენი სწავლობენ. აი ექიმო, იცით რა ვიფიქრე? აი ამ დიეტას თავი ხო არ დავანებო და ხასიათი ხო არ გამოვისწორო თქო. ხასიათი რა შუაშია? ვაიმე, იცით, ყველა მეუბნება რომ ძალიან მძიმე ხასიათი გაქვსო და ეს წონაზე ხო მოქმედებს არა? ხო, მოდით, უნდა დაგემშვიდობოთ ახლა მე თქვენ. იცით, ვერაფერს ვერ გავაკეთებ. თან თქვენი გადამკიდე უკვე 1 საათის წინ მქონდა შესვენება და ჭამაც ვერ მოვახერხე. ნახვამდის. კარგით, დაგემშვიდობებით. ნახვამდის. ვაიმე, ექიმო, რა ვიფიქრე, იცით? ადამიანის ორგანიზმში ხო არის 5 ლიტრის სისხლი და 5-ვე აუცილებელია. აი 2 რომ დავიტოვო. თქვენ არ წახვედით? იცით, მგონი სენსორია გაფუჭებული, ვერ გავედი ფიზიკურად. ექიმო, არ მინდოდა ხელი შემეშალა და ვერც მე გავედი. ვაიმე, თქვენ რა კარგ ფორმაში ხართ. აი ახლა რო არ მასწავლოთ ამ მდგომარეობას როგორ მიაღწიეთ, აქედან ფეხს არ მოვიცვლი. აუცილებლად გასწავლით. მადლობა. გოგოებო, ვერ გადიხართ ხო? სენსორი გაფუჭდა? სენსორი კი არ გაფუჭდა, უბრალოდ ვერ აღგიქვამთ ეს კარის სენსორი. დიახ. აჰა, გადით, ნახვამდის. ძალიან დიდი მადლობა. წამობრძანდით, მე კაფეში დაგპატიჟებთ თქვენ. აი, მე საერთოდ უნდა მოვხსნა ეს კარი რა.